ეს არის ქრონიკა 20 საათზე და განვაგრძობთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. Პასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ამოქმედება. ეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის მთავარი მიზნებია. პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უკვე დაიწყო. ახალი სისტემის ამოქმედების შემთხვევაში აღდგება პასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელიც 2008 წელს გაუქმდა. საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბოლო სავაჭრო დღე 1 მაისი იყო. თუმცა არ გაყიდულა არც ერთი კომპანიის აქცია. მსგავსი შემთხვევა ქართულ საფონდო ბაზარზე არც თუ იშვიათია. მწირეა კომპანიების ჩამონათვალიც, რომელთა აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს. მაგალითად, იანვარ-აპრილში გარიგებათა ძირითადი ნაწილი ლიბერთი და საქართველოს ბანკის აქციებზე შედგა. შედარებით აქტიური ეგრეთ წოდებული ფიქსინგის, ანუ არასაბირჟო სისტემა. მაგალითად, აპრილში ფოთის გემთმშენებელი ქარხნის აქციები 27 მილიონ ლარად გაიყიდა. პასიან ქაღალდებზე გარიგებათა ძირითადი ნაწილი სწორედ არაკონკურენტულ გარემოში ფიქსირდება. დავით ონოფრიშვილი ამას 2008 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირებს. ბაზრის ლიბერალიზაციამ ონოფრიშვილის განცხადებით მხოლოდ ნეგატიური შედეგი გამოიღო. არ მგონია ვინმე სახსოვდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთოდ რა არის საფონდო ბირჟა, რა არის პასიანი ქაღალდები, სად იყიდება და ვინმე თუ მონაწილეობს ამაში. ჩვენ გვინდა რომ რეალურად მცირედი ზომის, მაგრამ აქ დიდი ბაზარი ისედაც ვერ იქნება, მაგრამ არსებობდეს ის პასიანი ქაღალდები, მათი ბაზარი და რეალურად ხდებოდეს მისი მუშაობა. იყო წლები, როცა 150 მილიონ ლარზე მეტი ყიდვა-გაყიდვა ფიქსირდებოდა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. 2008 წელს ასევე გაუქმდა პასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია და სფეროს რეგულირება ეროვნულ ბანკს დაევალა. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში იგეგმება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აღდგენა. დამოუკიდებელი რეგულატორის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას, უფრო მეტი ყურადღება მიექცება და უფრო მიზანდასახულად და უფრო კომპლექსურად და სრულყოფილად მოხდება ამ სფეროს განვითარება. კაპიტალის ბაზრის განვითარებას მხარს უჭერს ეკონომიკის მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილი ქართული საფონდო სექტორის აღმოსავლეთ ევროპის ბირჟებთან დაახლოების გეგმებზე საუბრობს. ვარშავის ბირჟა არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ბირჟა დღეს ევროპაში, არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთლიანად ევროპაში და ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ურთიერთობაზე საქართველოს კაპიტალის ბაზარს წაადგება. ივნისის დასაწყისში გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი ვარშავაში, არის ეგრეთ წოდებული IPO სამიტი, რომელსაც ჩვენ დავესწრებით და ამ შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს. როდის ამოქმედდება ახალი საკანონმდებლო პაკეტი, ჯერ უცნობია. პარლამენტში მისი განხილვა უკვე დაწყებულია, თუმცა შესაძლოა წარმოდგენილ მოდელში გარკვეული შესწორებები შევიდეს.